Ministrების წინადადებით პარლამენტს დავით უსუფაშვილმა მიმართა ინიციატივას მხარი 65 დეპუტატმა დაუჭირა. მათ შორის 31 წინააღმდეგი იყო, რომელთა შორის ასევე არიან უმრავლესობის წევრებიც. საბოლოოდ ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონპროექტში შესატანილი ცვლილებების მიხედვით ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ნორმის დამტკიცების ვადამ თებერვლის ბოლომდე გადაიწია. არის ორი თემა დასამუშავებელი, ვის ხელში უნდა იყოს ეგრეთ წოდებული გასაღები, რა უნდა იყოს მიჩნეული ამ აიდენტიფიცირებელი ინფორმაციად, ვის სად უნდა ინახებოდეს, აი ეს საკითხები საჭიროებს დამუშავებას. ყოველივე ამის გათვალისწინებით ჩვენ უკვე 28 თებერვლამდე დღეს შევამცირეთ თავდაპირველი ვადა, ვიღებთ პასუხისგებლობას, რომ მივიღებთ შესაბამის რეგულაციაში. ალბათ ყველაზე დროული და ყველაზე კარგი კანონი, რომელიც ამ პარლამენტმა მიიღო, ეს იყო სწორედ აი ეს კანონი, რომელიც მივიღეთ 1 წლის წინ, თუმცა მაშინ ვთქვით, რომ გარკვეული ცვლილებები, გარკვეული დაზუსტებები სჭირდებოდა 2-3 მიმართულებით. საკამათო არაფერი არ უნდა ყოფილიყო იმაზე, რომ რამოდენიმე ხნით დაგსაუბარია თებერვლის ბოლომდე გაგრძელებულიყო ვადა ამ თემასთან დაკავშირებით, რათა უფრო ზუსტი, დახვეწილი და იდეალურთან მიახლოებული კანონი მივიღოთ. ის რომ ერთი თვე მაინც წამოწია აქეთ პარლამენტის თავმჯდომარემ, ამ შექმნილ ვითარებაში ამასაც რაღაც ფასი აქვს. შეიქმნას უნდა ვითარება ისეთი, რომ რაც შეიძლება მალე ჩვენ მივიღოთ სრულყოფილი კანონი და დავამთავროთ ეს პროცესი. ხედავთ ძალისხმევისა, რომ ამ პერიოდში შესაძლებელი იყო შესაბამისი კანონპროექტის მომზადება და პროცესთან დაკავშირებით შეთანხმება, ეს სამწუხაროდ არ მოხდა. აქედან გამომდინარე ჩვენ განვაცხადეთ, რომ ხისტი პოზიციებიდან გამომდინარეთაც ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ამას არ დაუჭერთ ხართ. გადავადება, რომელიც მოხდა ეხა თებერვლის ბოლომდე, ვფიქრობ, რომ მაინც პირობითი იქნება. სამწუხაროდ პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, პოლიტიკური განაცხადი ამ თემასთან დაკავშირებით, ზოგადად ის პირადად წინააღმდეგია და ბუნებრივია ეს ალბათ, ერთგვარი ტაიმ-აუტი იქნება, რომელიც თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.